სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების პროცესი იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სარჯველაძე მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელებს და სერვისის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყების მთავარი მიზანია ბაზაში დარჩნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც დღეისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ფინანსური მხარდაჭერა და სახელმწიფოს თანადგომა რეალურად ესაჭიროებათ. ცნობისთვის 2026 წლის მონაცემებით ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400,000-მდე ოჯახი, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ბაზაში ფიქსირდება 1000-ობით პირი, რომელთაც მაღალი შემოსავალი აქვთ. ოჯახის შეფასების პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური და ამ პროცესში დიდი როლი ენიჭება სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებით სოციალურ აგენტებს, რადგან ეს ის ადამიანები არიან, ვინც უშუალოდ უნდა წარმართოს ეს პროცესი და განსაკუთრებული სიფრთხილით და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ყოველი ოჯახის შეფასებას. ხვედრის მთავარი ამოცანა მიზანი იყო გაგვეწერა ის მიზნები, ის გეგმები, რომელიც აქტიურ სამუშაოებს დაუკავშირდება, ანუ სოციალური მომსახურების სააგენტო რეგიონულ სერვის ცენტრებთან ერთად, სერვის ცენტრებთან ერთად, თითოეულ თანამშრომელთან ერთად მაქსიმალურად იქნება ჩართული